ბატონებო და ბატონებო, მადლობას მოგახსენებთ მობრძანებისთვის და თემით დაინტერესებისათვის. ჩვენი ორგანიზაცია გახლავთ იუსტიციის მუშაკების სამართლიანი საქართველოსათვის, რომლის მიზანი არის ბრძოლა სამართლიანობის დამკვიდრებისათვის ქვეყანაში. ჩვენი დღევანდელი თემა შეეხება მართლმსაჯულების განხორციელების საქმეში არსებულ ხარვეზებს. თემა მოაყენოთ სათუთია თვალსაზრისით, რომ სასამართლო ხელისუფლება მოგახსენებთ დამოუკიდებელი რგოლია სახელმწიფო ხელისუფლების და ამიტომ მასთან შეხება და მისი მუშაობის ანალიზი გარკვეულ პრობლემებთან არის დაკავშირებული, მაგრამ უკანასკნელ პერიოდში განვითარებულმა მოვლენებმა ზოგიერთი მოსამართლის თავგასულმა თვითნებობამ გვაიძულა, რომ ამ თემით დაინტერესებული ვიყავით და ალბათ ჩვენ მომავალშიც გავაგრძელებთ იმ მოსამართლეთა საქმიანობის შეფასებას, რომლებიც არაფრად დაგიდებენ კანონს და იქცევიან გამომწვევად არაკანონიერ და გასული არიან კანონიერების ჩარჩოდან. ამასთან დაკავშირებით კავშირმა, რომელშიც გაერთიანებულია 200-ზე მეტი წევრი, აქ ლაბარაკია ყოფილ პროკურორებზე, მოსამართლეებზე, გაუმძიებლებზე, ანუ კვალიფიციურ იურისტებზე, მოვამზადეთ განცხადება, რომელსაც გაგაცნობთ ჩვენი ორგანიზაციის წევრი ქალბატონი ეკა ძიმისტარაშვილი. შეკითხვები თუ იქნება შემდეგ მე გიპასუხებ. არასამთავრობო ორგანიზაცია იუსტიციის მუშაკების სამართლიანი საქართველოსათვის განცხადება. არასამთავრობო ორგანიზაციის იუსტიციის მუშაკები სამართლიანი საქართველოსათვის ჩამოყალიბება განაპირობა ქვეყანაში შექმნილმა და მიმდინარე ცალკეულმა პოლიტიკურმა პროცესებმა, რომელიც საზოგადოებაში აშკარად უსამართლობის შეგრძნებას იწვევს. ფაქტია, რომ ყოფილ ხელისუფლებას ხელს არ აძლევს ქვეყანაში დუნედ, მაგრამ მაინც მიმდინარე სამართლიანობის აღდგენის პროცესი. მათ დანაშაულებრივი გზით მიღებული მატერიალური სიკეთეების და ცალკეული მაღალი თანამდებობისა და ყოფილ ჩინოსანთა თავისუფლებას საფრთხე ემუქრება. საზოგადოება უკვე მიეჩვია ყოფილი ხელისუფლების ცნობილ დემაგოგთა უტიფრობას ამა თუ იმ მოვლენების შეფასებაში, მაგრამ დღეს მოქმედი რამდენიმე მოსამართლის მოქმედება ყოველგვარ ზღვარს გადავიდა და თუ არა საზოგადოების აქტიურობა ქვეყანა შეიძლება სრულმა სამართლებრივმა ქაოსმა მოიცვას. ვიდრე ბოლო 3 თვის შემაშფოთებელი ტენდენციები გამოიკვეთებოდა, ჩვენ თავს ვიკავებდით მოსამართლეთა აშკარად უკანონო გადაწყვეტილების რევიზიისაგან, მაგრამ დუმილი უკვე დანაშაულის ტოლფასია. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის მიერ ჩატარებული მონიტორინგის შედეგებით ირკვევა, რომ 2011 წლის ოქტომბერ-დეკემბერში და 2012 წლის იანვარ-მარტში თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიას წინასწარი აღკვეთის ღონისძიების შერჩევის დროს ერთხელაც არ გადაუხვევია ბრალდების მხარის, ანუ პროკურატურის მიერ მოთხოვნილი აღკვეთი ღონისძიებისაგან. მოსამართლე ყველა შემთხვევაში უაპელაციოდ იზიარებდა პროკურორის მოთხოვნას და ბრალდებულს უფარდებდა პატიმრობას ან გირაოს ზუსტად იმ თანხას, რასაც პროკურორი ასახელებდა. ეს ურყევი ტენდენცია ახალი ხელისუფლების მოსვლის შემდეგ რადიკალურად შეიცვალა. ჩვენ მოგაწვდით რამოდენიმე ფაქტს ცალკეულ მოსამართლის მიერ გამოყენებული აღკვეთი ღონისძიების თაობაზე, რასაც საკმარისი იქნება შედარებითი ანალიზისათვის, თუ როგორ მოქმედებდნენ და მოქმედებენ დღეს ისინი ამა თუ იმ გადაწყვეტილების მიღებისას. წარმოგიდგენთ საქმეებს, რაც განიხილა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის მოსამართლე გიორგი გოგინაშვილმა. გიორგი კალანდაძე, თავდაცვის სამინისტროს გაერთიანებული ჯარების შტაბის ყოფილი უფროსი, იმხილება რამდენიმე მძიმე დანაშაულის ჩადენაში, მათ შორის სამსახურებრივი უფლებამოსილების არაერთგზის გადამეტებაში, უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში, თავისუფლების უკანონოდ აღკვეთაში წინასწარი შეთანხმებით პირთა ჯგუფთან ერთად, სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობით. აღსანიშნავია, რომ გიორგი კალანდაძის მიერ ჩადენილი ერთ-ერთი დანაშაულისათვის კანონით გათვალისწინებულია 15 წლით თავისუფლების აღკვეთა. ეს კი ნიშნავს, რომ იგი იმხილება განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ჩადენაში. ანალოგიურად, თავდაცვის სამინისტროს მეოთხე ქვეითი ბრიგადის ყოფილი უფროსი ზურაბ შამათავა
მისთვის ინკრიმინირებული დანაშაულისათვის შეიძლება დაისაჯოს 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთით. ალექსანდრე გორგაძე, თავდაცვის სამინისტროს სერჟანტი, იმხილება დანაშაულში, რაც ითვალისწინებს 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას. თეიმურაზ პატარიძე, შინაგან საქმეთა სამინისტროს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის აჭარის მთავარი სამმართველოს ყოფილი უფროსი. წარდგენილ ბრალდებიდან გამომდინარე, შეიძლება შეეფარდოს 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთა. გურგენ იგივე გურამ დონაძე, შინაგან საქმეთა სამინისტროს აპარატის ინფორმაციისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ყოფილი უფროსი. ბრალად ედება ისეთი მძიმე დანაშაულის ჩადენა, როგორიც არის იარაღის გამოყენებით სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება და დაზარალებულისათვის პირადი ღირსების შეურაცხყოფა. კერძოდ, იგი იმხილება მასში, რომ ვითომაც პატრულის იმიჯის შესანარჩუნებლად პოლიციის სხვა მუშაკებთან ერთად უკანონოდ შეიძინა ცეცხლსასროლი იარაღი და ჩაუდო 10 გარდაცვლილ ბუტა როფაგიძეს და სხვებს. დავით იაშვილი, ვაკე საბურთალოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სამმართველოს ყოფილი უფროსი, იმხილება იმავე დანაშაულში. ირაკლი ფირცხალავა, დიდუბე ჩუღურეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს ყოფილი უფროსი, სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემულია იმავე ბრალდებით. ანალოგიური ბრალდებით არის პასუხისგებაში მიცემული ალექსანდრე გვაზავა, დიდუბე ჩუღურეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს სამმართველოს განყოფილების ყოფილი უფროსი. ყველა ზემოთ ჩამოთვლილ შემთხვევაში სრულიად ლოგიკურად და დასაბუთებულად პროკურატურამ აღკვეთის ღონისძიების სახით მოითხოვა პატიმრობა, რაც განპირობებული იყო დანაშაულის არამხოლოდ სიმძიმით, არამედ მისი ხასიათით. ანუ თითოეული პირი იმხილება პიროვნების წინააღმდეგ მიმართულ ძალადობრივი დანაშაულის ჩადენაში. ეს კი თავის მხრივ აჩენს სერიოზულ ეჭვს, რომ ამ ბრალდებულებისაგან მომავალშიაც მოსალოდნელია ზემოქმედება და მუქარა დაზარალებულისა და მოწმეების მიმართ. მოსამართლე გიორგი გოგინაშვილმა კი ყველა ზემოთ ჩამოთვლილ პირს აღკვეთი ღონისძიების სახით შეუფარდა გირაო. მოსამართლის მიკერძოებულობისა და ტენდენციურობის დასადასტურებლად ჩვენ მივმართეთ იმგივე მოსამართლის მიერ 2012 წლის ოქტომბრამდე აღკვეთის ღონისძიების გამოყენების პრაქტიკას. წარმოგიდგენთ მაგალითებს. ერთმა დედობას მონატრებულმა ქალბატონმა ახალშობილის შვილად აყვანის მიზნით ბიოლოგიურ დედასთან შეთანხმებით გააყალბებინა ჩანაწერი, რის საფუძველზეც გაიცა დაბადების მოწმობა, რომელშიც ბავშვის დედად ჩაიწერა შვილად ამყვანი. აღნიშნული დანაშაული ითვალისწინებს ჯარიმას ან 3 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას. თუმცა მოსამართლე გიორგი გოგინაშვილმა ამ ეგრეთ წოდებულ განსაკუთრებით საშიდ დამნაშავეს აღკვეთ ღონისძიებად შეუფარდა პატიმრობა. თქვენ შეადარეთ ის ბრალდებები, რომელიც წაყენებული ჰქონდათ გიორგი კალანდაძეს, ზურაბ შამათავას, ალექსანდრე გორგაძეს და თეიმურაზ პატარიძეს იმ ბრალდებასაც, რომელიც წაუყენეს ზემოთ მითითებულ ქალბატონს და მოსამართლის ობიექტურობაზე დასკვნა თავადვე გააკეთეთ. ახლა გთხოვთ ყურადღებით მოისმინოთ, როგორ ასაბუთებს მოსამართლე გიორგი გოგინაშვილი ვინმე ლიფონავასათვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების აუცილებლობას. ვახდენთ ციტირებას. საქმის გარემოებებიდან გამომდინარე, დასაბუთებულია, რომ ბრალდებული თავისუფლებაში ყოფნის შემთხვევაში ხელს შეუშლის მნიშვნელოვანი ინფორმაციის მოპოვებას. გასათვალისწინებელია სხვა გარემოებებთან ერთად ქმედების ხასიათი, გამოწვეული შედეგი, ასევე სასჯელის სიმკაცრე, თავისუფლების აღკვეთა, რაც ზრდის მიმალვის საფრთხის არსებობას და მართლმსაჯულებისათვის ხელის შეშლას. საქმეზე კვლავ ჩასატარებელია რიგი საგამოძიებო მოქმედებები, რის გამოც სასამართლოს შემდგომი დანაშაულებრივი საქმიანობის გაგრძელების, საქმეზე ხელის შეშლის საფრთხიდან თავის ასაცილებლად დასაბუთებულად მიაჩნია ბრალდებულ ლიფონავას მიმართ ამ ეტაპზე აღკვეთის ღონისძიების პატიმრობის გამოყენება. დიახ. არა, მაგალითებია ჩამოთვლილი საქმეში. დიახ.
და მე მოგაწვიდა თქვენ თვითონ ასაზღვრეთ. არა, შეიძლება თქვენ მე ანონსი გააკეთოთ იმის აქ მაგალითი იცოდეთ თქვენ რაშია საქმე და ამას როგორ გადაცემ ჩვენ ვიცით ეს ან კარგად. აი სწორედ აი ამისკენ მიდის ახლა ეს ალბათონი რომელიც იწვის რა გვინდა ჩვენ. კი ბატონო. მოსამართლის ამ ეგრეთ წოდებულ დასაბუთების შემდგომ აუცილებლად იფიქრებთ, რომ საქმე გვაქვს საშიშ კრიმინალთან და უმძიმეს დანაშაულთან. სინამდვილეში კი იცით რაში იმხილება ომარ ლიფონავა? სავაჭრო დახლიდან 28 ლარიანი ეგრეთ წოდებული ბრელოკის მოპარვაში. ამასთან ლიფონავა ადგილზე დააკავეს პოლიციელებმა. იქვე დაიკითხნენ მოწმეებიც და დაზარალებულიც. თვით დანაშაული კი რისთვისაც 28 ლარიანი ბრელოკის მოპარვისათვის მოსამართლე გიორგი გოგინაშვილმა ლიფონავა ლამის საუკუნის ბანდიტად შერაცხა, ყოფილი ხელისუფლების პირობებშიც კი არ შეიძლება დასჯილიყო 3 წელზე მეტი ხნის პატიმრობით. და აი ეს მოსამართლე გიორგი გოგინაშვილი, რომელიც დედობის მსურველ ქალბატონს და 28 ლარად ღირებული ბრელოკის ქურდობისათვის დაკავებულ ლიფონავას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობას უფარდებდა უმძიმეს დანაშაულში მხილებულ პირთა მიმართ, დღეს ისეთი გულმოწყალე გახდა, რომ გიერაოს გარდა სხვა უფრო მძიმე აღკვეთის ღონისძიების შეფარდება რატომღაც მისაღებად არ მიაჩნია. რა ლეიტმოტივი რო ასია სხვა მოსამართლეებს, რომლებიც მაშინ თუ უფარდებდნენ ცირე დანაშაულზე. თქვენ არ მისმენთ ახლა რომ ლაპარაკობთ. თქვენ რომ ადრე თუ უფარდებდნენ ყველაფერზე პატიმრობას, ეხლა შეიძლება ლოგოდია ძიმე დანაშაულზე. ეს კი ბატონო, ადრე თუ აღკვეთის ღონისძიების სახით ყველა საქმეზე პროკურატურა შედიოდა პატიმრობით, ეხლა პატიმრობას უფარდებდნენ, ეხლა უფარდებენ გირაოს. 10-ჯერ მეტ ძიმე დანაშაულზე უფარდი იგივე მოსამართლეები ეკანებენ უფრო მსუბუქ აღკვეთის ღონისძიებას გირაოს. ესაა ლეიტმოტივი ჩვენი ამის. რა არის ეს თუ არა ორმაგი სტანდარტი და სამართლებრივი უტიფრობა. აი ისმის კითხვა და სწორედ აი ამიტომაც მოგაწოდეთ ჩვენ ეს მაგალითები და მივაწოდეთ საზოგადოებას. გაგრძელდება. ანალოგიურია ახალციხის რაიონული სასამართლის მოსამართლე გიორგი ლონდარიძის გადაწყვეტილებები. კერძოდ ლევან თუმანიშვილი იმხილებოდა ყალბის საანგარისწორებო ბარათის დამზადებასა და გამოყენებაში, რითაც მიიღო ათეულ ათასობით ლარის მოგება. პროკურორის შუამდგომლობა აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობის გამოყენების შესახებ დასაბუთებული იყო იმითაც, რომ ლევან თუმანიშვილის მხრიდან ადგილი ჰქონდა მოწმეებზე ზეწოლის ფაქტზე. მოსამართლემ კი აღკვეთის ღონისძიებად გირაო გამოიყენა და ეს მაშინ, როდესაც იგივე მოსამართლემ 2011 წელს 71 წლის მოხუც ქალბატონს რაფსინე მარქარიანს გაცილებით მსუბუქი დანაშაულისათვის შეუფარდა პატიმრობა. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის მოსამართლე გიორგი არევაძემ ახალი ხელისუფლების პირობებში განიხილა აღკვეთის ღონისძიების გამოყენების შესახებ რამდენიმე საქმე და მიიღო სრულიად დაუსაბუთებელი გადაწყვეტილება. კერძოდ, თორნიკე გუნავა, სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის პირველი რეგიონული სამმართველოს ყოფილი უფროსი, იმხილება ძალადობაში და დაზარალებულისათვის პირადი შეურაცხყოფის მიყენების გზით სამსახურებრივი მდგომარეობის ბოროტად გამოყენებაში. ალექსანდრე კუჭუაშვილი, სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის პირველი რეგიონული სამმართველოს მეორე განყოფილების ყოფილი უფროსი, იმხილება ძალადობაში. მერაბ მეტრეველი, სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის პირველი სამმართველოს უფროს ინსპექტორი, იმხილება ძალადობაში. სამივე პირის მიმართ კანონით გათვალისწინებულია თავისუფლების აღკვეთა 8 წლამდე ვადით, რაც ნიშნავს იმას, რომ ისინი იმხილებიან ძიმე დანაშაულის ჩადენაში. ცნობისათვის არსებული მასალების მიხედვით, სწორედ მათ აიძულეს ერთ-ერთი პირი სექსუალური კავშირი დაემყარებინა მეორე პირთან და ეს აქტი გადაიღეს ვიდეოფირზე შანტაჟისათვის. პროკურორმა ხსენებულ ბრალდებულთა მიმართ სრულიად დასაბუთებულად მოითხოვა პატიმრობა, თუმცა მოსამართლე გიორგი არევაძემ სამივე ბრალდებულს რატომღაც გირაო შეუფარდა. ასევე გირაო შეეფარდათ გიორგი ქელბაქიანს, რომელიც იმხილება 2,5 მილიონი ლარის ეგრეთ წოდებული ადკატის სახით მითვისებაში და კანონით შეიძლება 12 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდოს. ანალოგიურად გულმოწყალე იყო მოსამართლე გიორგი არევაძე
ცეზარ ჩოჩელის მიმართ. თუმცა მას წაყენებული აქვს ბრალი დანაშაულში, რაც 12 წლამდე ვადით პატიმრობის შეფარდებას ითვალისწინებს. ზემოთქმული ცხადყოფს, რომ მოსამართლე გიორგი არევაძე ჩამოთვლილ პირებს უაპელაციოდ პროკურატურის შუამდგომლობის დაუსაბუთებელი იგნორირებით აღკვეთის ღონისძიებად უფარდებს გირაოს. თუმცა მსგავსი ჰუმანურობის გამოჩდენა ავიწყდებოდა 2012 წლის ოქტომბრამდე. აღნიშნულის საილუსტრაციოდ კი გვინდა წარმოგიდგინოთ მისი განჩინებები აღკვეთის ღონისძიების შეფარდების შესახებ წინა ხელისუფლების პერიოდში. არჩილ ებრალიძე, კერძო არბიტრი, 3 მცირეწლოვანი შვილის მამა, ბრალი ედებოდა ნაკლებად მძიმე დანაშაულში, რომლისთვისაც შეიძლებოდა შეფარდებოდა თავისუფლების აღკვეთა არაუმეტეს 3 წლისა. მამუკა მაისურაძე იმხილებოდა დანაშაულში, რისთვისაც შეიძლებოდა სასჯელის ზომად შეფარდებოდა ჯარიმა, ან გამასწორებელი სამუშაო 2 წლამდე, ან თავისუფლების აღკვეთა 3-დან 5 წლამდე. ლევან იაკობაშვილი, რომელსაც შესაძლებელია სასჯელის სახით შეფარდებოდა ჯარიმა, ან გამასწორებელი სამუშაო, ან პატიმრობა 3-დან 5 წლამდე. რუსან ასლანოვი, ჯარიმა, ან პატიმრობა ვადით 5 წლამდე. კიდევ უფრო შორს წავიდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის მოსამართლე ნატო ხუჯაზე. მან აღკვეთის ღონისძიების სახით გირაო შეუფარდა ზურაბ მიქაძეს, თბილისის საპატრულო პოლიციის ყოფილ უფროსს. იგი ბრალდებულია სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებაში, იარაღის გამოყენებით, ასევე უკანონო ქმედების პირის სრულ ჩვენების მიცემის იძულებაში, ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა შენახვა გადაზიდვაში. მოკლედ, ზურაბ მიქაძე იმხილება არაერთ ისეთ დანაშაულში, რომელიც დამოუკიდებლად ითვალისწინებს 8 წლამდე პატიმრობას და განეკუთვნება მძიმე დანაშაულთა კატეგორიას. შეგახსენებთ იმასაც, რომ ეს სწორედ ის ზურაბ მიქაძეა, რომელიც წარდგენილი ბრალდებიდან გამომდინარე გახდათ ბუტა რობაქიძის მკვლელობის საქმის მტკიცებულებათა ძირითადი ფალსიფიკატორი. მას კი მოსამართლე ნატო ხუჯაძემ გირაო შეუფარდა. იგივე მოსამართლე ნატო ხუჯაძემ გირაო შეუფარდა ნუგზარ მაჭარაშვილს, რომელსაც ბრალი ედებოდა ბედუკაძისა და ქართული ოცნების მიმართ სრულ ჩვენების მიცემაში, დანაშაულის დაბრალებით და რომელიც აცხადებდა, რომ მას აღებული ჰქონდა კოალიცია ქართული ოცნებიდან 150,000 ამერიკული დოლარი და თითქოს კიდევ პირდებოდნენ $2 მილიონ საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფას და ხელისუფლებაში მოსვლის შემდგომ სასჯელახსრულების დეპარტამენტში მაღალ თანამდებობას. მოსამართლე ნატო ხუჯაძემ ასევე არ დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა თენგიზ გუნავას სამეგრელო ზემო სვანეთის გუბერნატორისათვის უფლებამოსილების შეწყვეტის შესახებ, მიუხედავად იმისა, რომ იგი იმხილება მძიმე დანაშაულის ჩადენაში. ისმის ლოგიკური კითხვა: იქნებ ასეთი ლოიალური იყო ნატო ხუჯაძე ოქტომბრის არჩევნებამდე? სამწუხაროდ არა. 2011 წლის 17 ოქტომბრის განჩინებით პროკურორის შუამდგომლობის საფუძველზე დავით შათირიშვილს მოსამართლე ნატო ხუჯაძის განჩინებით აღკვეთის ღონისძიების სახით შეეფარდა პატიმრობა. მაშინ, როცა ამ სახის ღონისძიების გამოყენების არც ფაქტობრივი და არც ფორმალური საფუძველი არ არსებობდა. საქმე ის არის, რომ დავით შათირიშვილს, როგორც თვითონ აცხადებს, განსხვავებული პოლიტიკური მოსაზრებების გამო ოცნების ლოგოიანი მაისურების დამზადებისათვის ჩაუდეს ნარკოტიკული საშუალება მარიხუანა. ტრაგიკომიკური იყო პროკურორისა და მოსამართლის არგუმენტაცია პატიმრობის ღონისძიების გამოყენების შესახებ, რადგან იგი დაფუძნებული იყო იმ ვარაუდზე, რომ დავით შათირიშვილი თითქოს და გააგრძელებდა მისთვის ჩამორთმეული ნარკოტიკული საშუალების მოხმარებას და მომავალში დანაშაულის გამოყენების შესაძლებლობის აღკვეთის ერთადერთ გზად რჩებოდა მისი დაპატიმრება. ლევან ხმიადაშვილი და საბა კვანტალიანი იმხილებოდნენ დანაშაულის შეუტყობინებლობაში, რაც ითვალისწინებს სასჯელით სახით ჯარიმას ან 4 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას. ნატო ხუჯაძემ კი მის მიმართ გამოიყენა აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა, რისი აუცილებლობაც არც მეტი არც ნაკლები შემდეგნაირად დაასაბუთა. ვახდენ ციტირებას.
სასამართლოს მიაჩნია, რომ პროკურორის მიერ დასაბუთებულია ლევან ხმიადაშვილისა და საბა კვანტალიანის მიმართ პატიმრობის გამოყენების აუცილებლობა. კერძოდ ის, რომ ბრალდებულებმა მოსალოდნელი სასჯელის შიშით თავი არ აარიდონ გამოძიებას და სასამართლოს. ამასთან აღიკვეთოს მათი შემდგომი დანაშაულებრივი საქმიანობა. მოგმართავთ თქვენ, ჟურნალისტებს, როგორ წარმოგიდგენიათ საბა კვანტალიანისა და ლევან ხმიადაშვილის მიერ შემდგომი დანაშაულებრივი საქმიანობის გაგრძელება, როცა ისინი დანაშაულის შეუტყობინებლობაში იმხილებიან. ცოტა ქვემოთ იგივე განჩინებაში მოსამართლე ნატო ხუჯაძე იმასაც წერს, რომ აღკვეთის ღონისძიების კონკრეტული სახის შერჩევის საკითხვის გადაწყვეტისას სასამართლოს მხედველობაში იღებს ბრალდებულების ლევან ხმიადაშვილისა და საბა კვანტალიანის მიმართ წარდგენილი ბრალდების სიმძიმეს. მათ ბრალი ედებათ იმ დანაშაულის ჩადენაში, რომლისთვისაც სასჯელის სახით გათვალისწინებულია თავისუფლების აღკვეთაც. თუ შევადარებთ ამ შემთხვევას ზურაბ მიქაძის საქმესთან, ამ უკანასკნელს თავისუფლების აღკვეთაც კი არა, პირდაპირ 8 წლიანი პატიმრობა ემუქრება და თან პოლიციის ის პოლკოვნიკია, რომელიც პატრულის თანამშრომლებს სრულ ჩვენების მიცემას აიძულებდა. მიუხედავად ამისა, ნატო ხუჯაძე სინდის არ შეუწუხებია და ხელი არ აკანკალებია, ისე შეუფარდა ზურაბ მიქაძეს გირაო, ხოლო ლევან ხმიადაშვილს და საბა კვანტალიანს, რომლებიც იმ დროს სტუდენტები იყვნენ და წარსული არაფრით ჰქონდათ შებრალული, ნაკლებად მძიმე დანაშაულისათვის პატიმრობა. მსგავსი მაგალითები მოსამართლე ნატო ხუჯაძის და ზემოთ ჩამოთვლილ მოსამართლეთა საქმიანობაში მრავლად მოიპოვება. ზემოაღნიშნულთან ერთად მიგვაჩნია, რომ სერიოზულ შესწავლას მოითხოვს 2007 წლის 7 ნოემბრისა და 2011 წლის 26 მაისის მოვლენებთან დაკავშირებით მოსამართლეთა მიერ მიღებული გადაწყვეტილებების კანონიერება, რადგან ზედაპირული ანალიზითაც კი აშკარად იკვეთება არა მხოლოდ ცალკეულ მოსამართლებთა მიკერძოებულობა, არამედ მათი მხრიდან ჩადენილი დანაშაულის ნიშნებიც კი. ამასთან ერთად არ შეიძლება არ აღვნიშნოთ, რომ იუსტიციის სამინისტრო და პროკურატურა სერიოზულ შეცდომებს უშვებენ, როცა წინასწარ საჯაროდ აცხადებენ იმ პირთა ვინაობას, ვინც შეიძლება დაიკითხოს ახლო მომავალში, ამა თუ იმ საქმესთან დაკავშირებით, რადგან ამით ისინი დემაგოგებს საფუძველს აძლევენ ილაპარაკონ ეგრეთ წოდებულ პოლიტიკურ ზეწოლაზე და დევნაზე. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, იუსტიციის მუშაკები სამართლიანი საქართველოსათვის ვაცხადებთ, რომ ოქტომბრის შემდგომა სამთვიანმა პერიოდმა ახალი ხელისუფლების მიერ გამოცხადებულმა სამართლიანობის აღდგენის პოლიტიკამ და სასამართლოსათვის მიცემულმა თავისუფლებამ ცხადი გახადა, რომ სასამართლო ჯერ კიდევ პოლიტიკურად ანგაჟირებულ და მიკერძოებულ ინსტიტუტად რჩება, რაც ხელისუფლებას ავალდებულებს სასწრაფო წესით ჩაატაროს გადაუდებელი სასამართლო რეფორმა. დღეს არსებულ მოსამართლეთა კორპუსს კი მოვუწოდებთ განთავისუფლდნენ წინა მმართველობის პერიოდიდან გადმოყოლილი მორჩილების კომპლექსებისაგან და საქმიანობის ერთადერთ განსაზღვრულ ნორმად კანონი აქციონ. მოვუწოდებთ იმ მოსამართლეებსაც, რომლებიც დღემდე ვერ გამოსულან ერთი პოლიტიკური ძალის გავლენისაგან, დროებით მაინც გაერიდონ სასამართლო ხელისუფლებას საქმიანობას და ამით ხელი შეუწყონ ქვეყანაში სამართლიანობის დამკვიდრებას. კონკრეტული მაგალითებით ვასაბუთებ. ჩვენი რას ვამბობთ არანაირი მნიშვნელობა არ აქვს ესა ფაქტობრივი გარემოება, რომელსაც ვესაც ვერ გავექცენ. და ყველაფერს აკეთებს სხვა შორის მოსამართლეები იმისთვის, რომ დისკრედიტაცია მოხდეს საგამოძიებო ორგანოების. ანახეთ საზოგადოებაში როგორი აზრია, რა სუსტია პროკურატურა, ვერავის ვერ იჭერენ, ვერ შეაშ. იგივე მოსამართლეები, რომლებიც აბსოლუტურად ყველას აპატიმრებდნენ. განურჩევლად დანაშაულის სიმძიმისა, დღეს 3-4 მძიმე დანაშაულზე, ანუ განსაკუთრებით მძიმე დანაშაულზე არავის არ აპატიმრებდა. აბა მითხარით, არის დღეს პატიმარი ვინმე? ახლა ეს გარდა? რა უნდა გააკეთოს? ახალ ცნობა რა უნდა გააკეთოს? ახალ უნდა გააკეთოს, ასეთ მოსამართლეებს ჩამოაცილოს, უნდა საქმიანობას. ეს უნდა გააკეთოს. თუ ძირა ხელისუფლება ჩამოაცილა ორჯერ ყველა მოსამართლე 99 წელს 100% და 2004-2005 წლებში 90% მოსამართლეები, ეხლა რა გახდა 1-3-4 მოსამართლე ჩამოწილდეს საქმიანობას.
რითა ქალბატონო დავადებული ვერ უკაცრავა შეიძლება არ არის სტრუქტურული ორგანიზაცია განხორციელდა და არ ვიცი სასამართლო რეფორმა განხორციელდა 99 წლის დამთავრდა. ჩვენ დავასახელეთ მოგრებული არა, რა თვიცი, თუ ჩვენ ვიძახებთ რომ რეფორმა გრძელდება, ეს გაგრძელება დაუსრულებლად. არავის არ დამთავრდება. რეფორმა როცა ახალი სისტემა იქნება, ახალი კანონმდებლობა და ახალი კადრი არის რეფორმა. რა თქმა უნდა. ეს ყოველთვის ასია, პიროვნებებზე ყოველთვის არის დამოკიდებული ჩვენ ხვალობთ რომ ყველა მოსამართლე იქცევა ასე, მაგრამ იმ კონკრეტული რამდენიმე მოსამართლის ჩამოშალების და სხვებისაც თქვენ 2011 წლის 26 მაისს რომ მოსამართლემ ადმინისტრაციული წესით დაშაჟა ასეულობით ადამიანი, რომელიმეს ადმინისტრაციული დარღვევა ჰქონდაო, ყველას ეწირა ადმინისტრაციული დარღვევის ოლქში, რომ გაუწია პოლიციას წინააღმდეგობა. თქვენ ხო ვიყავით იმის მოწმე, ვის გაუწია მოქალაქეებს წინააღმდეგობა? და ერთი თვით და ორი თვით რომ მოათავსენ იმაში პატიმრობაში. არ არის ეს შეგნებულად უკანონო გადაწყვეტილების მიღება მოსამართლის მიერ. არ არის დანაშაული ესა. მაგრამ ჩვენ ამაზე ჩვენ საერთოდ ვერ ვიდებოდით მოსამართლეების თემის წამოწევას, იმიტომ რომ ეს ძალიან სათუთი თემაა. საერთოდ ეს ხელისუფლების ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილია მოსამართლეები. და ამიტომ ძალიან ფაქიზ მე თვითონ ყოფილი მოსამართლე ხარ და მე მესმის რომ ძალიან ფაქიზი თემაა ალბათ. მაგრამ არ შეიძლება უტიფრობა იქამდე გაგრძელდეს რომ პოლიტიკური ანგაჟირების საგანი გახდეს მოსამართლეების მოქმედება. ისინი ერთი პოლიტიკური ქვია ძალის ზეგავლენის ქვეშ იმყოფებიან. ყველა არა, მაგრამ სამწუხარო ისაა რომ ვისაც ეს ევალება, რომელიც ავალებს ამა თუ იმ მოსამართლეს. შეიძლება იმ გოგინაშვილს სულ არ შეამნებს, რომ ისეხილავს ყველა საკეს, მაგრამ მას ავალებენ, იმიტომ ძალიან კარგად ასრულებს შეკვეთებს. სხვა დასკვას ვერ გააკეთებს. თქვენ როგორ გქონია დონაზე ჩამობრძანდებოდა საზოგადოებთან, აკა გარანტია არ ქონებოდა იმისი რომ იმას არ დააპატიმრებდნენ. როგორც კი გაიგო რალ წაუყენეს თუ მიმალვაშია პირი ავტომატურად ცელდება ის რეჟიმი როცა მას მიორ გამოყენებდეს აკვედის ღონისძიება. მაგრამ როგორც კი ჩამობრძანდა მას გარანტია ჰქონდა რომ ეს არ დააპატიმრებდა. არ დააპატიმრებს კიდევაც. როგორ რამდენი იწვალეს ბუტარო ფაგეძის პრობლემა იმისთვის რომ რაღაცისთვის მიაღწიეს ჭეშმარიტებისთვის. გამოიკოთა რა? გამოიკოთა პოლიციის მუშაკები რომელმაც ჩაიდინეს სიბინძურე. მიძიმესი დანაშაული, ფალსიფიკაცია. წესიერი სტუდენტები, ისინი ჩემი სტუდენტები იყვნენ. წესიერი გამოიყვანეს ყაჩაღებად, თვითონ დაიჭირეს. ერთი მოკლეს თუ შემოაგდათ ამას მნიშვნელობა არ აქვს. და კიდე იქით ციხეში მოყოფილეს თავი და იმის ჩამდენი პირი გირავათი დაბრძანდება და ეს ბიჭები რომელსაც არაფერი არ ქონდათ, რა ავტომატები ჩაუდეს და ციხეში ეყარეს. აბა ეს სამართლიანობა, ამას ქვია სამართლიანობის აღდგენა. აი ამიტომ არის საზოგადოებაში ეს მithმა მოთქვა, რომ არის კი სამართლიანობის აღდგენა. ამას უშლიან ხელს მოსამართლეები. ხო, მაგრამ დაბირება დარჩა. ჩვენ ახლა ამ მოსამართლე ამ ხელისუფლებას ვერ გადავეფარებთ თავზე. ჩვენ ვიტყვით რომ დაჩქარდეს დროზე სამართლიანობის აღდგენის პროცესი. სწორედ შეკითხვა მადლობთ ქალბატონო მაგ შეკითხვით. და რეფორმის არაფერი არ უნდა. თუ 1999 წელს და 2004-2005 წლებში განთავისუფლდა მოსამართლეთა დიდი რაოდენობა, დღეს ატუარ შეიძლება განთავისუფლდეს. ერთი მე ამიხსენე. მაშინაც არავის არ იუსტიციის საბჭოს თომ არ ჩატარებოდა და არ დაუწერია ბრძანება განთავისუფლებას. დააწერიეს ყველას განცხადებები და გაუშვეს. რა თქმა უნდა იყოს პოლიტიკური ნება და ჩვენ ახალი ხელისუფლებიდანაც ვითხოვთ გამოიჩინო პოლიტიკური ნება. სანამ საქმე მივა კატასტროფამდე. ჩვენ მივმართოთ განცხადებას ვაკეთებთ. ჩვენ არასამთავრობო ორგანიზაცია ვართ ეს. ჩვენ განცხადებას ვაკეთებთ არასამთავრობო ორგანიზაცია ვართ და მივმართავთ ალბათ ამ თქვენი მეშვეობით რომ გამოცხადდეს ეგა და თქვა რომ არ შეიძლება ასეთი მოსამართლეების მუშაობა, რომლებიც კიდე რამდენია თქვა ისეთი სამართლიანობის აღდგენისთვის რომ საჭირო გახდება შესაძლებელია დაბადირება. მე არავის დაბადირებას არ ვიცი, როცა დაგვიფაროს გასა. დაბადირება არის საშინელი, მაგრამ რას ვიზამ, ცხოვრება ასეთია და ზოგი უნდა დააბატიმრო და ვინც არა დასაბადებელი არ დააბატიმრო. და ასეთი მოსამართლეების ხელში ცოტა ხანში ადეიშვილი ჩამოვა. იმასაც სხვას არ გაცემს ვინმე. კიდევ ვინა ძებნაში. იგი ჩამოვლე, რატო რა? ამათ ხელში არა, აი თვითნებობენ მოსამართლეები, თავხედობენ. მე მაგალითად მიხაძის და დონაძის არ დაბატიმრება და სხვების კიდე მიმაჩნია თავხედობა და სიძამალის დანაშაულად ქვაზებლებია. და სწორედ ერთი რამ არის. საზოგადოების სამჯავროზე ჩვენ ეს ფაქტები გამოვიტანეთ. ანუ გეუბნებით, ერთ შემთხვევაში როგორ იქცეოდა კონკრეტული მოსამართლე და როგორ მოიქცა ის, როდესაც შეიცვალა ხელისუფლება. ასევე მინდა ცოტაოდენი ისტორიული ექსკურსი ჩავატაროთ და გაგახსენოთ აი ესეთი ფაქტები საქართველოს ისტორიიდან.
ვახტანგ მეექვსე ყველაზე დიდი და სერიოზული ჯუნდებელი როგორ მოთხოვნებს უყენებდა მოსამართლეებს არ ჩამოთვლი ხო ყველა ბადგანს მაგრამ მოსამართლე უნდა იყოს მომჩხრეკელი უნდა იყოს მომაძიებელი უნდა იყოს უქთამო ნუ ახლა ასაგზე არაფერს ვამბობ იმიტომ რომ 40 წელს იქითო ნათქვამია იმიტომ რომ არ დაუშვებ შეცდომებს და კიდევ ერთ მაგალითს გეტყვით საქართველოს ისტორიიდან რომელიც შეიძლება ძალიან ბევრმა არ იცის რომ 1841 წელს საქართველოს ტერიტორიაზე არსებობდა უზენაესი სასამართლო მას ყავდა მოსამართლეები და მოსამართლის მიმართ ხედულობაში მყავს როსტომ ჩიქვანი იგივე როსტომ ქულა ანუ როსტომ კოჭლი რომლის შესახებაც ამბობდნენ მის თვალებში ნათელი არ დაიფარება და დამნაშავე სასჯელს თავს ვერ დააღწევს რატომ ეს პიროვნება როცა მართლმსაჯულების ინტერესები მოითხოვდა იყო ურჩით თვით ხელისუფლების წინააღმდეგაც კი აი ესეთი პიროვნებები ქმნიან მართლმსაჯულებას აი ესეთი ადამიანები ქმნიან ქვეყანას აი ესეთი ქვეყანა გვჭირდება ჩვენთვის და თქვენთვის და თქვენი შვილებისთვის აი ამ განაპირობად დღეს ჩვენი მოსვლა საზოგადოების სამგზავროზე გამოსვლა ისინი ჩვენი კოლეგები არიან ძალიან გვტკივა მათ მაგიერ მაგრამ ამის უთქმელობა ნამდვილად არ შეიძლებოდა ერთ რამას გეტყვით ბატონობა და ვინც არის ჟურნალისტები რომელი წავიდა ყველამ ხელისუფლებაშია თუ არა ხელისუფლებაშია თქვენ ჟურნალისტებმა გაითავისეთ იგი რომ სასამართლო ხელისუფლება თუ არ იქნება დამოუკიდებელ ქვეყანა არის დაღუპული ყველა შეეხება ეს აკრები ყველას ოჯახი დაიჩოქებს მოსამართლობისგან და მე მოსამართლეებს ვეუბნები თვითონ თქვენ რო დღესაც შეგვეთებს ასრულებთ ხვალ თქვენ რო დაგიჭერენ კაც გამკითხავი არ იქნება და არ ხდება ასე რამდენი მოსამართლე დაიჭირეს თვითონ რამდენი პროკურორი ეს არაფერს არ ნიშნავს რომ დღეს ვიღაცას თქვა გოგინაშვილია თუ ხუჯაძე აღგვენს რომ ან უფარდებს ან არ უფარდებს ხვალ მასში უფარდებენ უკანონოდ მე რეკვიროს რამდენი სუდა ამიტომ თელი საზოგადოება შეიძლება აღმოსვენებელ ხელისუფლებას რაღაც ნაკლი კონდეს თქვა საკანონმდებლო ხელისუფლებას მაგრამ სასამართლო ხელისუფლება ეს ისეთი ხელისუფლება რომელიც ყველა თელმა საზოგადოებამ რაღაცა ზომები უნდა მიიღოთ იმისთვის რომ ის განთავისუფლდეს ყოველგვარი პოლიტიკური წინააღმდეგობისგან ვინც არ ვისგანაც არ უნდა მოდიოდეს და თქვენ ხო ხვდებით ყველანი ახლა ვინ არის ჩვენ საზოგადოებაში ისეთი ჟურნალისტი კი არა რიგით მოქალაქე რომელიც ვერ ხვდება რომ პოლიტიკურად ანგარიჟირებული არიან ის მოსამართლეები რომლებიც არ იჭერენ მძიმე დანაშაულს ჩამდენ პირებს თავისთავად დანაშაულის სიმძიმე არ არის დაპატიმრების საფუძველი მაგრამ რა ზემოქმედება რომ მოახდინოს მოწმეზე რა ქვია და მტკიცებული განადგუროს ეს სხვა დაპატიმრების საფუძველი რა რომ დონაძე რო გარეთ დატოვეს რა ბუქარას არ განახორციელებს ახლა იმაზე ვინც მაგია მხილა დანაშაულის ჩადენაში აბა როდისაა საფუძველი აბა ის 28 არიან ბრელოკრიო წაუღია რაღაც გაუბედურებული ტოლვის ის უნდა დაიჭირო და დონაძე არ უნდა დაიჭირო ან შვილი რო აიყვანა და უნდა დამალო დანაშაულია რა თქმა უნდა ის რომ არ გამოჩნდეს მომავალში და მის შვილს არ გაიგოს რომ ის აყვანილია აი ეს მოტივი და ის მოტივი რომელსაც ხელმძღვანელობდა კონკრეტული პიროვნება რომელიც 2 მილიონი ახალგაზრდა აფკაც აკეთებდა შეიძლება შევადაროთ ერთმანეთს ერთ შემთხვევაში პატიმრობა მეორე შემთხვევაში გირავა თქვენ უნდა დაინტერესდეთ თქვენთვის ეს უნდა იყოს რა ვიცი რაღაცა განსაკუთრებული მნიშვნელობის საკითხი თქვენ უნდა იბრძოლოთ იმიტომ რომ ეს თქვენ შვილებს და თქვენ შვილებს ეხება ჩვენ შვილებს არა ჩვენ ახლა არასამთავრობოები ვართ არაფერი არ გიშის ამაზე მაგრამ ვერ მოვითმენ ჩვენ უკანონობას და უბრალოდ ჩვენ შვილებს არ გვიდა დავუტოვოთ ესეთი ციბილიზური სამართლიანობა აი უთითრობის შეურიგებლობის და მოსამართლის პირუთმელობის მაგალითი საქართველოს ისტორიაში მრავლადაა ისევ იმ როსტომ ჩიქვანის მაგალითს მოვიყვან დაბა მიმდინარეობდა თავარსა და ერთ აზნაურ შორის სადაო საგან იყო მიწის ნაკვეთი როგორ გონიათ ახლა იქ მთავრის წინააღმდეგ შეიტანა გაბედა ამ აზნაურმა სარჩელი საჩივარი გადაწყვეტილებმა სასამართლო მიიღო არა მთავრის არამედ აზნაურის სასარგებლოდ და მთავარს ყური კი არ აუწევია იმ მოსამართლისთვის არამედ წერილობით მიმართა იქნებ ერთხელ დაჯდეთ კიდევ განიხილოთ და ამით მძიმე ზარალი ადგება ხაზინას და იქნებ ეს სასამართლო გადაწყვეტილება მიიღოთ ხაზინის სასარგებლოდ პასუხი იყო აი ამ მოსამართლის ჩვენ დავჯექით განვიხილეთ სასამართლომ მიწა არ გუნა აზნაურს ახლა თქვენ თუ გინდა დაამტკიცეთ ეს გადაწყვეტილება მაგრამ გახსოვდეთ რომ ეს თქვენი გადაწყვეტილება იქნება და რა სასამართლოში და როგორ გონიათ სასამართლოს გადაწყვეტილება ძალაში ვერ შევიდოდა მთავრის მიერ დამტკიცების გარეშე დავით დადიანმა ეკატერინეს მეუღლემ ჭავჭავაძის დაამტკიცა ეს გადაწყვეტილება ისე რომ ჩვენ ისტორიას თუ მოუხვევთ ძალიან ბევრ მაგალითს ვნახავთ იმისას სადაც ადამიანებს შესწევდათ ძალაც და ჰქონდათ უნარი აღესრულებინათ მართლმსაჯულება დიდი მადლობა მინდა მოგახსენოთ თქვენ ორმესი მადლობა თქვენ საკითხის დაინტერესებისთვის ბოლომდე გამძლეობისთვის ჩვენი მოსმენისთვის და მე მინდა გისურვოთ თქვენ ყველას წარმატებები თქვენი საქმიანობაში ეს მაგალითები ერთ-ერთი შემთხვევა ნამდვილად არ არის ჩვენ გამოვიტანეთ ის რაც ვნახეთ და რაც საჭირო ჩავთვალეთ მოგვეწოდებინა თქვენ